30-იანი წლების თბილისი, ნავთის სუნი ქუჩაში, ჩაბნელებული ქარები, სანაპიროს მეუღლები, სადარბაზთან ვერცხლის წავწავი ისმის, ქუჩა სიგარეტის ნამწვევით, ნახმარი შპრიცებით არის საუზე. ვერაზე ორი ახალგაზრდა დგას, კამათობენ, ერთი მეტფულს ითხოვს, მეორე კი ქუჩურ ჟესტებით უხსნის, რომ თუ წამას არ მისცემთ მოგდება. კამათი ჭკუში გადაიზარდა. გასროლის გამყინავი ხმა, ბოლო ამოყვრეცა. ერთ-ერთი მუხლებში ჩაიგეცა. მეორემ რაღაც პაკეტს დაავლო ხელი და გაიქცა. რამდენიმე სადარბაზო სიქით ისიც ჩაიმხლა. რაღაცას დაეწაფა, თითქოს დიდი ხნის მწყურვალი ყოფილიყოს. შობის ჯოჯოხეთური ხრიალი, რომელმაც მთელი სურათი ცოდვის ცეცხლში ჩაფერხლა და სამაგიეროდ ციცარიელე დატოვა. ქუჩის კუთხეში ჯერ კიდევ გამოუძელი ბიჭები დგანან, აკრძალული ხილის გასინჯვის სურვილით შეპყრობილნი. მათი აზრით ყველაფერს გემო უნდა იცოდნენ. არა, რა თქმა უნდა, სხვაობებით არ დაემართებათ. მხოლოდ ერთხელ, უბრალოდ ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და მორჩა. უცებ ქუჩის კუთხიდან საავადმყოფოში. განწირული დედის უიმედო ედრება. ექიმო, ჩემი ნიკუშა, ჩემი ნიკა როგორ არის? ექიმო, ჩემი ნიკუშა, დედის ერთადერთი იმედი. ჯერ სულ ბავშვია, ხომ გადაარჩინეთ. დაობებულ საავადმყოფოში სიკვდილის მძახე სუნი ტრიალებს. სიბნელით მოსულ სასაფლაოსკენ მომავალ აღმართები, მხოლოდ ხმაურიანი იჭუმედა, სიცარიელე მკვიდრობს. ქუჩაში ერთ-ერთი სადარბაზოდან ქუთიში ჩამშრალი ხმა ბოთოსავით ისმის. რამდენი რამ უნდა გაყიდო, მალე შვილებსაც მიაყოლებ, რა გიქნეს, სულ გაგაგიჟეს, სახლის გარეშე დაგტოვე, ბავშვებს ლუყმაპური ენატრებათ, როგორ შევძი რომ გენდე, როგორ შევცდი. პასუხად კარების ჩახული, სადარბაზოდან შეშლილი სახით რაღაც გამიგვის. მამი, ეს რა ნემსია? მამი, რა მეკტკივა? დედიკომ კიდევ უნდა იჩხუბოს, ისევ წამიყვანს, ისევ ვეღარ ვნახავ. მამიკო, გახვეწები აღარ იჩხუბო, ძალიან გთხოვ. დედის ქვითინი, ცოლის ბოდრო, ბავშვის ვედრება. ყველას ხმა ერთმანეთში ირევა, ერთმანეთს გავს. ისინი საყვარელი ადამიანის გადარჩენას ცდილობენ. სტკივად, იტანჯებიან, მაგრამ ადამიანებად რჩებიან. უცნობი მკვლელი, გამოუცრელი ბიჭები, ყველაფერზე წამსვლელი ქმარი, სახლის კუნჭულში, დამნაშავის გამოუწყალებით მიმალული მამა. რას ჭრდომენ ისინი მაშინ, როცა საწადელს მიაღწევენ? საშინელ ტკივილს ნეტარებაცვლის. იქნებ უცებ აფრიკაში აღმოჩნდნენ, ან ავსტრალიაში, ან სულ შუა ოკეანეში, ნათლად ხედავენ წყლის ლივლივს, თევზების ფარფლების სიკვდილს, წყალმცენარეები ხელფეხს უბორკავთ. მირბიან, ჰორიზონტს იქით, თვარს იქით რომ გოღია, რამდენჯერ სცადეს. მაგრამ ყველაფერი მის ზღურბთან მთავრდება და მერე წამიერი სიმრავლით შეპყრობილნი ნანობენ, რომ მიქურდეს, მოკლეს, გაყიდეს ოჯახი, საკუთარი თავი, დათმეს თავიანთი პიროვნება, დაკარგეს ყველაფერი არაფრის სანაცვლოდ. ნანობენ ჯოჯოხეთის მწყველი ცეცხლთან თამაშის გამო, წამიერი სინანული და კვლავ საშინელი ტკივილი. ახლაც მზად არიან დათმონ სიცოცხლე, დათმონ ყველაფერი იმ არაფრის სანაცვლოდ, თუნდაც 1 გრამი, ოღონდ კიდევ შეიჭრნენ ამ ცეცხლის სიმხურვალე. მე რა თუ ეს ცეცხლი დაწვოთ. იციან, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, როდის და როგორ დატოვებენ დედამიწას. მაგრამ ავიწყდებათ, რომ მთავარი ის კი არ არის, როგორ, რატომ ან რანაირად გაყოლა ამ ქვეყნიდან. მთავარი ისაა, რას დატოვებ, რას შენ ხარ მოკლე სიცოცხლის განმავლობაში. რას დაუტოვებ შვილებს, მშობლებს თუ ახლობლებს. იციან, ეს ცეცხლი აუცილებლად ჩაწვოთ, მაგრამ იქნება მათ ფერფმა მიაღწიონ იქ, ფარის იქით რომ გოღია. სინანულით ახსავსე მარიონეტების სამყაროში, წამალ დამონებული არსებების სამფლობელოში. წამი თავისუფლება რომ მოუნდებათ, მაგრამ ეშინიათ რომ განთავისუფლებულთ, კვლავ დაახშობთ მონობის მწვავე სურვილი.